ვილოცოთ და დავიწყოთ მაშინ. მეუფე უზეცათავ მიგეშინის მცემულ სულ ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მაგნიტო შენ. საუნჯო უკეთილთაო მომიჭებულ ცხოვრებისაო, მოვიდა და აიმკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ყოლ ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა. დააცხო მისახილო სული ჩვენი. ამინ. დავძანდი. ჩვენ გავჩერდით მეხუთე თავზე. და გახსოვთ ალბათ მეხუთე თავის ნახევარი. წავიკითხეთ ჩვენ განმარტეთ შეგლების დაგვარა. იმის გამო რომ თვითონ მოცულობითაც ცოტა ტევადი იყო ეს თავი. და რაც აორია შინაარსობრივად არის დატვირთული, იმიტომ რომ მე თქვენ გითხარით, რომ აი სახარებისეულ თხრობაში გამოიყოფა რამოდენიმე სახის მომენტი ისტორიული, თხრობითი და ჯულისდებითი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ეს თავი მეხუთე თავი და შემდეგ მეექვსე თავის დიდი ნაწილი განეკუთვნება აი ეს ჯულდებითი ეპიზოდების თავს. როდესაც უფლისაგან ხდება უშუალოდ დამოძღვრა და სწავლება ჩვენთვის თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. და ჩვენ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით თუ გახსოვთ. ანუ დაიწყო უფალმა ნეტარებებით. ჩვენ ეს ნეტარებები განმარტეთ სათითაოდ, ეხლა მე ისიც გითხარით, რომ ამ ნეტარებებთან დაკავშირებით საკმაოდ ცალად შეიძლება საუბარი, მაგრამ იმის გამო რომ ეხლა ჩვენ რაღაცა სხვა ფორმატი გვაქვს, ჩვენ აქ არა გვაქვს რაღაცა საღვთისმეტყველო განხილვის, ვთქვათ რაღაცა კურსები, ჩვენ აქ ვცდილობთ, რომ აი ელემენტარული წარმოდგენა შეგვიქმნას იმაზე, რასაც ვიტყობთ, რომ გავიცნოთ უფალი. იცით ხო, რომ აი ჩემი მიზანი პირადად თქვენთან მიმართებაში ეს არის, რომ გაგაცნოთ თქვენთვის ჯვარცმული ქრისტე. იმიტომ რომ გაცნობიდან მოდის მერე სიყვარული. თუ არ გაიცანე და თუ არ გაიაზრე და არ მიხვდი ადამიანი, რომ რა გააკეთა შენთვის, უფალმა შენმა შემოქმედა. ისე მას ვერ შეიყვარებ. ეხლა წესით გონიერი ადამიანისთვის მარტო ისიც კი საკმარისი უნდა იყოს, რომ გაიაზროს, რომ ღმერთმა იგი შექმნა ამ ქვეყანაზე და სიცოცხლე მეანიჭა. ესეც კი საკმარისი უნდა იყოს ადამიანისთვის იმისათვის, რომ მას რაღაცა სიყვარული ქონდეს და მადლიერება ქონდეს ღვთისადმი, მაგრამ ღმერთი ამით არ დაკმაყოფილა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მარტო იმით არ დაკმაყოფილდა, რომ შექმნა ადამიანი, არამედ ღმერთმა იმის გარდა რომ შექმნა, მარადიულად ზრუნავს ჩვენზე. და აი ამ ზრუნვის კულმინაცია იყო განკაცება, ანუ თვითონ რომ მიიღო ეს ადამიანური ბუნება, ცხოვრება მთელი სიმდაბლით და ჯვარცმა და სიკვდილი. და ამ სიკვდილის შემდეგ აღდგომა, ანუ სიკვდილში კი არ დაგვტოვა ჩვენ, არამედ აღდგენა ადამიანური ბუნება სრულად. ხო და აი ამ ყველაფერს რომ მიაზრებ ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ იჩნდება უკვე მადლიერების გზნობა, იმიტომ რომ ხა იმ დღესაც გითხარით, ხო, რომ აი ფიზიკურად რო გადაგარჩენს ადამიანი, ან შვილს რო გადაგირჩენს, ხო თქვა? სიკვდილისაგან. იმ ადამიანის მიმართ მთელი ცხოვრება დავალებულად ეძმობ თავს, მთელი ცხოვრება მადლიერი ხარ და სულ ცდილობ რომ რაღაცა გააკეთო ისეთი რომ აი ეს სამაგიერო გადაიხადო რა. აი ამ დიდი წყალობისა, რომელსაც ქვია ის რომ გადაგარჩინა, ან შვილი გადაგირჩინა, ხო? ხო და წარმოიდგინეთ თქვენ ხალხო, ეხლა აქ ჩვენ ფიზიკურ გადარჩენაზე ვსაუბრობთ. და ფიზიკურად აი სხეულებრივად რო გადაგარჩენს ადამიანი, იმის მიმართაც მთელი ცხოვრება მადლიერებას გზნობდა. მით უმეტეს, როდესაც იმას გაიაზრებ შენ, რომ უფალმა არა მხოლოდ ფიზიკურად, ეს ფიზიკური ხო დროებითია, ეს არაფერი არ არის აბსოლუტურად. მარადიული სიკვდილისაგან გადაგვარჩინა, ჯოჯოხეთისაგან გამოგვიხსნა. და თუ გნებავთ ფიზიკურადაც ჩვენ სხეულს უხსნელება დაუბრუნა, უკვდავება დაუბრუნა. ჩვენი გულისათვის ჩვენი შემოქმედი მოკვდა. ხო და აი ამას ემსახურება ჩვენი საუბრები ხალხო. ეხლა ყოველთვის რაღაცა პატარა შესავალებით გამომდის ხოლმე, მანამ სანამ უშუალო თემის განხილვას დავიწყებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, იმიტომ რომ აი მინდა რომ კარგად გავიაზროთ ჩვენ ეს ყველაფერი. რომ ჩვენ ამას ვთქვათ, თუნდაც აი ამ ლექციებს, ამ საუბრებს კი არ მოვეკიდოთ ისე, როგორც რაღაცა უბრალოდ შემეცნებით ინფორმაციას, რომელიც ვთქვათ რაღაცა ამდიდრებს ჩვენს ინტელექტს, არა. ეს არ არის მხოლოდ ეს მხოლოდ მეორე ხარისხოვანი მხარე არის აი ამ
საუბრებისა და პირველ ხარისხოვანი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ აქ სულიერად უნდა გაგვეხსნას თვალი, სულიერად უნდა გავაღოთ გულისკარები, რომ რაღაცნაირად აი ღმერთი ვიგრძნოთ და ღმერთი შემოვიდეს ჩვენს გულში, როგორც ცოცხალი. ვიგრძნოთ მადლიერება მის ნამიდან ჩვენს რაღაცა გავაკეთოთ ჩვენივე თავის გადასარჩენად და უფლისადმი მადლობის გადასახდელად. აი ამას ემსახურება ეს საუბრები და მინდა რომ აი ეს ყველაფერი ხა კიდევ ბევრჯერ გაგიმეორებთ ხოლმე რომ გაჯდეს და ჩაგვიჯდეს ეს გონებაში კარგად ბოლომდე ყველას რომ რისთვის ვკითხები. ხოდა იმას გეუბნებოდით რომ ხა ჩვენ არ გვაქვს მიზნად ის რომ რაღაცა საღვთისმეტყველო დისპუტები მოვაწყოთ და თუნდაც მე რაღაცა ძალიან ისე სიღრმისეულად ბოლომდე განვიხილოთ რაღაცეები. თუმცა სიღრმე მაინც არ აკლდება ახლა ამ ყველაფერს ზომიერების ფარგლებში რაც ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ვცდილობ რომ ისეთი ლაკონური იყოს შედარებით და ტევადი. მით უმეტეს რომ ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ხო დრო 1 საათი ვაგრძელებთ ლექციას, რომ თქვა ის არ იყოს თქვენთვის ძალიან დამღლელი, დამწუნველი, რაღაცა დიდი დროის წამთმევი. ჯერ ერთი ეს ისედაც ცნობილია რომ 1 საათის მერე აი თუნდაც ის 40 და 45 წუთიანი დრო როა გამოყოფილი სკოლაში გაკვეთილებისთვის შემდეგ უკვე თქვა ის 50 წუთი და 1 საათი უკვე უმაღლეს სასწავლებელში ხო ლექციებისათვის ეს ჭკვიანი ხალხის მოფიქრებულია, იმიტომ რომ იციან რომ იმ დროის შემდეგ იმის იქით უკვე ხო ადამიანის აღქმა უკვე ბლაგდება, ჩლუნგდება და ვეღარ ისმენს, უკვე დანარჩენს ვეღარ იტევს. ამიტომ ჩვენ ყველა ვარიანტში გვჩვენია რომ აი ეს 1 საათზე მეტი არ გავაგზავნოთ ხოლმე საკუთრივ ლექციებს, ახლა მე თქვენ იცით რომ თქვა რაღაცა დრო გვაქვს ხოლმე გამოყოფილი უკვე შეკითხვებისათვის, თუ კი ვინმეს რამე შეკითხვა აინტერესებს თემის გარშემო პირველ რიგში და მე უკვე თემის იქითაც შეიძლება, ხო? ხოდა განვიხილეთ 9 ნეტარება. და კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ 9 ნეტარება დიდი თემაა ძალიან. ძალიან დიდი თემაა, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ რომ რაც შეიძლება ისე ლაკონურად ამომწურავად და თან დაგვეკავშირებინა ყველაფერი ერთმანეთს, აი ეს ნეტარებები იმისათვის რომ გაგვიაზრებინა ერთთლიანობაში. მე რა თქმა უნდა თქვენთვის რომ ღმერთი ყოველთვის სიყვარულზე ლაპარაკობს. რაზეც არ უნდა საუბრობდეს, სიყვარულზე გვესაუბრება, მაგრამ აი ამ სიყვარულის ახსნა და განმარტება არის მე უკვე ყველაფერი 10 მცნება, 9 ნეტარება, თელის ჯული, თელი წინასწარმეტყველება, ამას ამბობს უფალი თვითონ ხო ჯვარცმული რომ გვეუბნება რომ თელის ჯული და წინასწარმეტყველებაო აი იმ მცნებაზეა დამოკიდებული რომ გიყვარდეს უფალი შენიო მთელი შენი არსებით და გიყვარდეს მოყვასი როგორც საკუთარი თავი გიყვარს. აი აქედან იწყება და აქედან ამით თავდება. ანუ თავიდან ბოლომდე ყველაფერი ამაზე არისო დამოკიდებული. განვიხილეთ 9 ნეტარება, ვიცადეთ რომ გაგვიაზრებინა და შემდეგ უკვე 9 ნეტარების შემდეგ უფალი გადადის უკვე სხვადასხვა სწავლებაზე. გვადარებს ქრისტიანებს მარილს, გვადარებს თაზე აშენებულ ქალაქს, რომელიც ვერავის ვერ დაემალება და ყველა მხრიდან ჩანს. გვადარებს უფალი სანთელს, რომელიც დგას მაგიდაზე რომ გაუნათოს ყველას და არა მაგიდის ქვეშ რომ დაიმალოს. ხო? და ამით ხაზს უსვავს უფალი იმას, რომ ჩვენ ქრისტიანები ყოველთვის თვალსაჩინო ვიქნებით ყველა ადამიანისათვის, ყოველთვის ყველა გამადიდებელი შუში დააკვირდება ჩვენს საქციელს და აქედან გამომდინარე ცდილობს რომ გაგვააზრებინოს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენზე არის აქედან გამომდინარე. რომ თითოეულ ჩვენს საქციელს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. კარგსაც და ცუდსაც ორივე გადამდებია, ორივე სამაგალითოა. თუ კარგს გავაკეთებთ, როგორც სერაფიმეს აროველი გვეუბნება, თითოეული ჩვენი საქციელი და ჩვენს მიერ გაკეთებული სიკეთე იქნება უდიდესი ქადაგება, იმიტომ რომ გვეუბნება პირდაპირ ღირსი მამა რომ გადაირჩინე შენი თავი და შენს გარშემო ათასობით ადამიანი გადარჩება. ყველაზე დიდი ქადაგება ეს არის საკუთარი საქმე, საკუთარი ცხოვრებისეული წესით ქადაგება. ამაზე დიდი ქადაგება არ არსებობს. შეიძლება სიტყვით ძალიან კარგად იცოდე წმინდა წერილი, ძალიან კარგად იცოდე განმარტებები წმინდა მამათა, მაგრამ შენი საქმე და შენი ცხოვრების წესი არ ეთანადებოდეს იმ საუბარს, ასე ჩვენ პირიდან უშვებ. და ესეთ შემთხვევაში შენ სიტყვა ზალა არ ექნება არასოდეს და უფრო მეცაც გეტყვი. დამაბრკოლებელი იქნება ადამიანებისათვის. და შენ გაცვითავ მხოლოდ სახარებისეულ სიტყვებს და ჭეშმარიტებას შენი პირიდან ამოსვლა. და ამიტომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით უნდა მოვიკიდოთ, იმიტომ რომ ღმერთი მოგკითხავს ამას. როდესაც ჩვენი ცხოვრების წესი გახსოვთ, ფარისევლებს ეუბნება ამას.
რომ იცით ტვირთის შეკრავო დიდისო ამაზე მივალ ჩვენ და ვნახავთ როცა ამ ხელს აკიდებთო უზარმაზარ ტვირთსო შეკრავთო დაადებთო მხრებზე ადამიანსო და ერთი თითითაც არ გინდათო რომ შეეშველოდო და მე ხალხს ეუბნება რომ ეცადეთო მაგრამ ეს არ არის ადვილი იცოდით რა ეცადეთო რომ ფარისევლების ცხოვრების წესს მომიბაძავთო მაგრამ რასაც გეუბნებიანო ისო შეასრულეთ იმიტომ რომ სწორს ამბობენ მაგრამ ეს არ არის ადვილი იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის ადამიანს უყურებს პირველ რიგში რომ ის როგორ ცხოვრობს ამიტომაც ვამბობ რომ უპირველეს ყოვლისა ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენი ცხოვრების წესი, შენი ცხოვრებისეული დამოკიდებულება. შეიძლება სულაც არ ქადაგებდეს, შეიძლება სულაც მუნჯი იყო და ენა არ ქონდეს. მაგრამ შენი ცხოვრების წესით ქადაგებდეს სიყვარულს, მიტევებას, მოთმინებას, სიმდაბლეს. და აი ეს არის, ამით იწყება და ამით თავდება ქრისტიანობა. შემდეგ უფალმა თქვა, რომ არა მოვედ დახსნად ჯულისა, არამედ აღსრულებად. ამაზეც გითხარით მე თქვენ რომ აი ყოველთვის მე ბოდის გიხდით რა, რომ ესე ხელახლა რომ მოკლედ ვიხსენებ ხოლმე ამ ყველაფერს, მაგრამ ამით რაღაცნაირად ვცდილობ რომ განვამტკიცო ის ცოდნა ნელ-ნელა, რომელიც გავიარეთ, რომ რაღაცა ესე რეზიუმეს ამით ვაკეთებ ხოლმე წინა საუბრისას, წინა ლექციისას. რომ მე თან რაღაცა იმ ლოგიკურად მივიდეთ იქამდე სადაც გავჩერდით და იქიდან მე გავაგზავნოთ, ხო? გითხარით მე თქვენ რომ იმის დასტურად რომ უფალი მოვიდა ჟულის არა დასარღვევად და გასაუქმებლად, არამედ მის აღსასრულებლად, უფალი დაუყოვნებლივ იწყებს უკვე აი მის განმარტებას და ახსნას და გვეუბნება რომ აი თქვენ რომ მოსემ დაგიწერათ რომ არა კაც კლა, ეს არ ნიშნავდა მხოლოდ იმასო, რომ ფიზიკურად არ უნდა მოალყდინო ადამიანი. და ახსნა ეს უკვე სულიერად უფალმა, რომ ის რაც ჩვენს გულში ხდება, ანუ ღმერთი ეხა ცდილობს უკვე რომ ჩვენი საკუთარი სული დაგვანახოს. ქრისტეს მთელი ქადაგებები, აი მიაქციეთ ყურადღება, თქვენ დარწმუნდებით როცა განმავლობაში ყოველი საუბრის დროს, ყველა მისი ქადაგება მიმართულია იქითკენ, რომ დაგვანახოს ჩვენი თავი შიგნით. რომ გვითხრას, რომ თქვენის არ ახართ, რასაც სარკეში უყურებთ. თქვენს თავს და თუნდაც ერთმანეთს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ფასადია, რომლის მიღმაც შეიძლება ძალიან დიდი სიბინძურე და სიბილწე იმალებოდეს. ხვადარებს კიდევაც არა უფალი. განგოზილი საფლავები ხართო, ანუ გაშპაკლული, გალამაზებული, გაპრიალებული და შიგნით ვალთა სიმყრალეს მალავთო, ანუ უფლის მთელი აქცენტი მიმართულია იმაზე ჩვენთან საუბრის დროს, რომ დაგვანახოს და გვაგრძნობინოს, რომ თქვენ შიგნით რაც ხართ, გულში აი ეს ხართ სინამდვილეშიო. და ამიტომაც ამბობს, ამიტომაც იწყებს ამ საუბარს ახლა რომ ეცადეთო რომ შინაგანი დაინახოთო და ფიზიკურად რო არ კლავ ადამიანს, ეს არ არის მხოლოდ კვლევობა. შენ რო გულსაკენ ადამიანს, შენ რო გულში გაიმეტებ ადამიანს მოსაკლავად. შენ რო რაღაცა ისეთ ეთყვი, რომ ის ჭრილობა მაგ მთელი ცხოვრება არ მოუშუშდება, უკვე შენ სასჯელის ღირსი ხარ. და შენ ნუ გონია რომ ამით გაექცევი სასჯელს, რომ ფიზიკურად არ ბესროლი და არ მოკალი. ეს ისაუბრა რაც შეიძლებოდა კვლევობასა დაჟე ისიც თქვა, ხა დაჟეზე ბოდის გიხდით. ისიც კი თქვა, რომ შესაწირავს რომ სწირავდეო უფალსო საკურთხეველთან, ხო? და მე ისიც გითხარით, რომ ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენ სასულიერო პირებს გვეხება მეთქი, მაგრამ თქვენც იგივენაირად გეხებათ, ხო? შესაწირავსაც კი რომ სწორად სწირავდეო და გაგახსენდესო, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ვიღაცა შენზე არის გულდაწყვეტილი და გულნათკენი, შენგანო დაუტევე შენი შესაწირავი, იმიტომ რომ გახსოვდეს, რომ ესე დროს ღმერთი შენ შესაწირავს არ შეიწირავს. წადიო და დაეგე პირველად იმ ადამიანსო, დაეგე ამ სიტყვაზეც გაგემახვილეთ ყურადღება, ხო? რომ დაეგეს გეუბნება, არა ის რომ უბრალოდ მოუბოდში და წამოდი, არა. დაეგე, ფეხებში ჩაუვარდი, სთხოვე შენდობა მას მთელი არსებით, მთელი სულიფადებული. დაეგეო პირველად იმასო და მერე წამოდიო და იმაზეც გაგამახვილებინეთ ყურადღება, რომ იმას კი აღარ ამბობსო, დაელოდე ის გაპატიებს თუ არ გაპატიებს, არა, შენ შენი მხრიდან განთავისუფლე. შენ გულწრფელად სთხოვე მას შენდობა. და მერე წამოდიო, დაბრუნდი და მერე შეწირე უკვე შენი შესაწირავი. ეხლა გადავიდათ ჩვენ მაშინ გავჩერდით, მე გითხარით, რომ აი 27 მოხდე შევჩერდეთ მეთქი. გადადის უკვე მეორე ისეთ ძირეულ ნებაზე და ცოდვაზე, ისეთზე და ისეთ ფესვგადგმულზე თითოეულ ადამიანში, როგორც არის მრუშობის ცოდვა. და ეხლა ამბობს უკვე
გესმა, რამე თუ ითქვა, არა იმრუშო. ანუ კვლელობის სოდვაზე ხო ისაუბრა და ხო განმარტა სული და არსი რაში მდგომარეობდა ხო ამ კვლელობის სოდვისა. ეხლა უკვე გადავიდა რუშობის სოდვაზე, იმიტომ რომ უფალმა კარგად უწყის რომ ამ ხალხს აი როგორც მკვლელობასთან დაკავშირებით მხოლოდ ისე გუნდს ჯულის დაცვა რომ ფიზიკურად არ მოეკლათ ადამიანს და სხვა ყველა შემთხვევაში საკუთარ თავს იმართლებდნენ, რომ ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა არის მრუშობასთან მიმართებაშიც. ანუ მხოლოდ ის გონიათ მრუშობა, როდესაც ფიზიკურად იმრუშებენ რაღაცასთან. და ეხლა ცდილობს უკვე უფალი რომ აგვიხსნას, აი ნახოთ აბა მოდი მივყვეთ კარგად, იმიტომ რომ ეს ძალიან აქტუალურია. თქვენ გახსოვთ რომ როდესაც ჩვენ მეშვიდე მცნებას განვიხილავდით, რომელსაც ეწოდება არა იმრუშო, როცა ჩვენ მცნებების განხილვა ქონდა და ვინც ესწრებოდით, ალბათ გახსოვთ კარგად, საკმაოდ ვრცლად ვისაუბრებ, დაახლოებით 2 საათი და 15 წუთი ვისაუბრე, არ გავჩერებულა რამესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მინდოდა რომ ძალიან ბევრი რამე მომესწრო. იმდენად აქტუალურია და იმდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და იმდენად დამღუპელია აი ამ ცოდვის გაუაზრებლობა ადამიანისთვის რა. და დღესაც აი ვეცდები რომ რაღაცა მოკლედ კიდევ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია. ხოლო მე გეტყვი თქვენ, ეხა უფალი გვიხსნის. რამე თუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად მას, მუნვე იმრუშო გულსა შინათვისსა. მისთანა. ხედავთ? აქაც მაშინვე გახსნა ის ჯული უფალმა, ხო? ანუ ეუბნება რომ თქვენ რო გეგონათ აქამდე რომ მხოლოდ ფიზიკური მრუშობა იყო მრუშობა და ამის გამო მოგეკითხებოდათ ღვთის წინაშე და თქვა დაისჯებოდით, ეხლა მე გეუბნები თქვენო, მე გეუბნებითო. და აქ ვინც მსმენელი იყო, ის მიხვდებოდა რომ აქ ვიზია ლაპარაკი რომ ღმერთი, რომელმაც ეს ჯული მოგცა შენ თვითონ. ის გეუბნება და გიხსნის რომ არ არის მხოლოდ ეგ დანაშაული, არამედ ის რომ შენ გულშიო და იმასაც მიაქციეთ ყურადღება რომ მამაკაცებს მიმართავს უპირველეს ყოვლისა. თუმცა არანაკლებ ეხება ეს დედაკაცებსაც, მაგრამ ეხლა ნუ მამაკაცი უფრო მეტად აძლევს თავს უფლებას და ამიტომაც მამაკაცს მიმართავს უპირველეს ყოვლისა უფალი. ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსაო გულის თქმათო, ანუ როდესაც შენ გულში გიჩნდება უკვე რომელიმე ქალის ან გოგონას მიმართ გულში ეს ბილწი აზრები და შენს აზრებში და შენს წარმოსახვაში უკვე ყველაფერს წარმოვიდგენ მასთან ურთიერთობაში, ხო? აი ეს უკვე ისეთივე მრუშობაო შენს გულშიო, როგორც ფიზიკური, რა თქმა უნდა, აქ რაღაცა გრადაცია არსებობს, რა საკვირველია ესე არავინ არ მიიღოთ, რომ თქვა ზუსტად ერთი და იგივე იყოს, თქვა ფიზიკურად გაკეთება და გულში არა. ესე არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ მართლაც ძალიან დიდი შეღავათია, როდესაც შენ ამას ფიზიკურად არ აკეთებ, თუნდაც ფიზიკურ დონეზე რო ბლოკავ, ეს უკვე მიღწევაა, ეს მკვლელობა იქნება თუ მრუშობა იქნება თუ ნებისმიერი ცოდვა, მაგრამ უფალი ამახვილებს ყურადღებას რაზე მიაქციეთ ხალხო ყურადღება, რომ ის შენს გულში თუ ის ტრიალებს, ის შენ მაინც დაგღუპავს. და რა მნიშვნელობა აქვს, რითი დაიღუპები, ხო? თუ შენთვის ის მაინც დამღუპელი შეიქნა, რა მნიშვნელობა აქვს შენ რა დაგღუპავს? ფიზიკურად იმრუშებ და ის დაგღუპავს თუ სულიერად მრუშო მილიონ ადამიანთან და ის დაგღუპავს, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? და ამიტომ გვეუბნება უფალი რომ ამასაც მიაქციეთ ისეთივე მძაფრად ყურადღება, როგორც ფიზიკურ მრუშობას. და გეუბნება რომ მანაც იმრუშაო გულსა შინათვისსა. უკვე თუ თვალი შენი მარჯვენე გაცდუნებდე შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან. რამე თუ უმჯობეს არ შენ და რაითა წარწყდეს ერთი 100-თა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გვამი შენი შთავდომად გეენიასა. და უკვე თუ მარჯვენე ხელი შენი გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან, რამე თუ უმჯობეს არ შენ და რაითა წარწყდეს ერთი 100-თა შენთაგანი და არა ყოველი გვამი შენი შთავარდეს გეენიასა. ესეც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი, ხო? ეხლა თქვენ არ იფიქროთ და არ წარმოვიდგინოთ, რომ აქ უფალი ფიზიკურ თვალზე ან ფიზიკურ ხელზე საუბრობს. არამც და არამც ხალხო. თუმცა ფიზიკურადაც შეიძლება ეს გავიაზროთ, იმიტომ რომ აი ფიზიკურ დონეზეც თქვა ეხლა როდესაც განგრენა აქვს ადამიანს და მაგალითად ხელი უყება, იმისათვის რომ მისი სხეული გადარჩეს, იძულებითი
გამოსავალი, ესე ვთქვათ, ექიმისათვის არის ის, რომ მოახდინოს ამპუტაცია, მოჭრას ის კიდური, მანამ სანამ ის, ვთქვათ, იქამდე ვიდრე დამპალია, ასე ვთქვათ, და გაფუჭებულია, ჯანსაღ ადგილამდე გადაჭრას, რომ მე იმის კონსერვაცია მოახდინოს და, ვთქვათ, პროცესი აღარ წავიდეს უკვე შორს და მთელი სხეული არ გაიხსნას და არ დაალბეს, ხო? ფიზიკური გაგებითაც კი ესეა. იგივე თვალის შემთხვევაში ხა თქვენ ბევრჯერ გაგიგიათ, ხო? რომ თვალის ამოღება ხდება და ამპუტაცია და თქვათ რაღაცა ჩასმა მე რაღაცა შუშის თვალის, იმისათვის რომ ადამიანი ფიზიკურად გადაარჩინოს, რომ ის პროცესი არ გადავიდეს მეორე თვალზე, არ გადავიდეს ტვინზე, შემდეგ უკვე ის, იმიტომ რომ ის თვალი თუ გაფუჭდა, იქ მე ხსნის პროცესი იწყება, ხო და გაფუჭების პროცესი იწყება. ფიზიკურადაც კი ესეა, მაგრამ აქ მერწმუნეთ, რომ უფალს ეს ფიზიკური თვალი და ხელი ნაკლებად ანაღლებს, როცა ჩვენ ამაზე ვისაუბრება სულიერზე. ანუ აქ არის საუბარი იმ ადამიანებზე, იმ მეგობართა წრეზე, ვნებებზე, რომელიც ჩვენი საკუთარი სისხლი და ხორცივი და ორგანოებივით გვიყვარს. გესმით? რომ მავნე ჩვევებზე, რომ გერჩივნოსო შენო, რომ ცალხელა იყო, ცალფეხა იყო, ცალთვალა იყო და სასუფეველი დაემკვიდრო. ცალხელა შეხვიდეო სასუფეველში და ცალთვალა გერჩივნოსო, ვიდრე ორივე თვალი ქონდეს, ორივე ხელი და ორივე ფეხიო და გეენიაში აღმოჩნდა. გენია არის მარადიული სატანჯული, ჯოჯოხეთის სინონიმია, რო იცოდეთ რა, ვინც არიცდეს იმათვის. და კიდევ გეუბნებით ხალხო, აქ არის აი ბევრს უთქვამ შენთვის მაგალითად, ეხა მოსულან ახალგაზრდები, ბიჭები, გოგოებიც რა და აი მაგალითად, მოდი ხა ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრი, ესეთი ბანალური თემაა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ერთხელ ერთ საუბარს კიდევ მიუძღვნე, იმიტომ რომ როგორც ჩანს ის ერთი არ ეყო რა ამ ყველაფერს რა. მაგალითად, რასაც ქვია სიგარეტის მოწევა, ხო? რომელსაც ძალიან ისე უყურებს ყველა დიდი ოდენობის ადამიანი, ისე სუბუქად, რომ ვითომ საკარაფერი რა. ყველა ეწევა, მეც ვეწევი, რა მოხდა. თავი ამაზე ცუდი არაფერი ჩავიდი. კი, ეგ მართლა კარგია, რომ მაგაზე ცუდი არაფერი ჩაიდინო, მაგრამ ისევ იმას გეტყვით, იმან რომ დაგუყოს რა ხეირი შენთვის. ნემსის ქურდი და აკლემის ქურდი ორივე ქურდია უნდა. ეხლა იმ ნემსის ქურდობის გამო აღმოჩნდები სასუფეველის მიღმა თუ აკლემის ქურდობის გამო შენთვის რა შვებაა? ორივე შემთხვევაში აღმოჩნდები ღმერთის გარეშე. ამიტომაც აი მაგალითად იგივე სიგარეტის თემა, ხო? ეხლა ბევრჯერ მოსულან აი გოგოები ჩემთვის და უთქვამთ, რომ აი მამო, აი კი მჯერა ვიაზრებ, ეხლა რასაც მეუბნები, მაგრამ აი ხანდახან არის რა სიტუაციები, რომ დავждებით გოგოები საათ მე ამ ბარში ან სადღაც თუნდაც მეგობართან სახლში და რაღაცა ყავას ვაჭურავთ, რომ აი ყველა ეწევა, ყველა იღებს სიგარეტს და მეც რაღაცა მე რაღაც ჩემ დაუნებურად რაღაცა ჩვევა მაქვს, რაღაცა ის მაქვს, მეც ვეწევ. ხო და ყოველთვის მithქვამს ხოლმე მე ესეთი ადამიანისათვის, რომ ეცადე რომ შენ იყო ძლიერი და შენ უქადაგო მათ, შენი ზნეობრიობით. შენ შეინარჩუნე შენი თავი, შენ არ მოწიო და იმათაც უქადაგე მერე და იმ ადამიანებს თუ უყვარხარ შენ და თუ მართლა შენი მეგობრები არიან, გაგიწევენ შენ ანგარიშს, ბოლო-ბოლო შენთან ერთად არ მოწევენ, თუ მათ მართლა უყვარხარ. და თუ ეს არ გააკეთეს, ესე იგი არ უყვარხარ შენ მათ. აი რაღაცის გამო არიან ისინი შენთან მაშინ. და მეორე შემთხვევა კიდე, როდესაც შენ ვერ ახერხებ, რომ გაუმკლავდე შენს თავს. აი თქვა ცდილობ, მაგრამ ნუ აი ვერა რა არ ყოფნის რა ეს ნების ყოფა, რომ ბოლომდე გაიტანო შენი და გაუმკლავდე შენს თავს და აი ყველა რო ეწევა შენს რაღაცის გამო, ან აპარტამენტების გამო, ან იმის გამო, რომ თეთრი ყვავი არ გამოჩნდე, ან იმის გამო, რომ გუიმი არ გამოჩნდე და ასე შემდეგ, მოკლედ შენს იღებ რა ამ სიგარეტს და ეწევი, ხო? მოერიდე მაშინ, როდესაც გეყოს იმდენი თამდაბლობა, რომ აღიაროს სუსტი ხარ. და ვერ უმკლავდები ამ სიტუაციას. და მოერიდე რა, საერთოდ მოწყდი იმ თემას რა. აი ამაზე ამბობს უფალი, რომ მოიკვეთე, განაგდე შენგან. გერჩივნოს, რომ აი იმ წრის გარეშე დარჩე, თუნდაც იმ მეგობრებისა. და ცხონდე ღვთის წინაშე და ილოცე მე იმ შენი მეგობრებისთვის, რომ ერთმა ისინიც გადაარჩინოს. ვიდრე მათთან ერთად იყო, მათ სასტავში ეწერო და ყველანი ერთად აღმოჩნდეთ სასუფეველის მიღმა. იგივე ბიჭებისთვის მithქვამს, ხო, აი ზოგი თამაშობს, ზოგი წამალს იკეთებს.
ზოგი რაღაცა ეგრეთ წოდებულ პლანს ეწევა, ხო? იგივე იქაც აბსოლუტურად. რაღაც სიტუაციიდან გამომდინარე, რა ვერ უმკლავდებიან იმს. ბიჭო, მოეშვი რა იმ სიტუაციას რა, გაერიდე რა. ვერ უმკლავდები, ხო არ გაქვს იმდენი სულიერი ძალები, რომ თქვა იმას გაუმკლავდი, ხო? მოერიდე, გადი. ან ლოთები იგივე რა, აბსოლუტურად. ანუ აი ეს მოკვეთის თემა არის ძალიან აქტუალური. რატო ამბობს უფალი მოიკვეთე? იმიტომ რომ ერთმა იცის, რომ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია ჩვენთვის. არ არის ეს იური. არ ხდება ესე მარტივად, რომ რაღაცა აიღო და გადააგდო, შენი რაღაცა მძიმე სუჩევა, ნება, ესე არ არის. არ არის ეს მარტივი, ამიტომაც ამბობს უფალი რომ მოიკვეთეო. გეტკინება. მაგრამ გერჩივნოს, რომ აიტანო ის ტკივილი და მე რომ მოგიშუშდება, სამაგიეროდ კარგი იქნება უკვე შენთვის რა. და გერჩივნოს ու გეტკინოს. ანესთეზიის გარეშე მოიკვეთე. ესეც გერჩივნოს. ვიდრე ისო წარწმუნე, ანუ რა მინდა გითხრათ ხალხო, უყურეთ გაიაზრეთ უფალი ამას ცდილობს რომ გაგვაგებინოს ჩვენ რომ ყველაფერი ჯობს ღმერთის გარეშე დარჩენას. ყველაფერი გიღირდეს იმათ, რომ უფალთან შერიგდე. და უფალთან ერთად ნეტარებდი. აი ამისთვის უნდა იცხოვრო ადამიანმა და ამისთვის უნდა გააკეთო ყველაფერი. აი აქეთ მიყავს უფალს თელი საუბარი. და კიდე გეუბნებით რომ იცის უფალმა რომ ჩვენი ვნებები და ჩვენი რაღაცა ისეთი ვნებიანი სურვილები ძალიან ძვირად გვიღირს. საკუთარი აი სხიულის ორგანოს აი საკუთარი ასოსავით გვიყვართ, ხო? და მაგრამ გეუბნება რომ მოიკვეთეო. გერჩივნოსო და გიღირდესო რომ მოიკვეთეო, რომ სულიერად გადარჩენ და არ დაიღუპო. თქმულარს კიდევ ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ეხება უფალი. ანუ ისევ მრუშობის თემას აგრძელებს. თქმულარს, რამე თუ რომელმან განუტევოს სოლი თვისი, მიესინ მას განსატევებელი. ანუ ჯულში გიწერია თუ თქვენო რომ კაცი რომელიც თავის სოლს განშორდებაო, ანუ სოლს გაუშვებსო, ესე იყო ნათქვამი ძველად ასე ვთქვა. ანუ აქ განტევება იგულისხმებოდა ქალებს ნაკლებად ჰქონდათ უფლება რომ თქვა, იმიტომ რომ ქალი მიდიოდა ქმართან, ხო, და იმასთან ცხოვრობდა, ხო? და კაცი რომელიც სოლს გაუშვებსო, ასე ვთქვა და გაცილდებაო, ხო? მისცეს მას განსატევებელიო. ანუ განსატევებელი ეს იყო რაღაცა ქაღალდი დოკუმენტი დაწერილი, პლუს კიდე ის რაღაცა გარკვეული წილი ქონობისა, რომელიც ეკუთვნოდა მასო არ დარჩენილიყო ესე წარიელი. მაგრამ ეხლა მე გეტყვითო, უფალი გვეუბნება, აქაც ცდილობს უკვე რომ სულიერად აგვიხსნას და დაგვანახოს ღმერთმა. რა არის არსი აი ეს ჯულისა. ხოლო მე გეტყვით თქვენ, რამე თუ ყოველმან, რომელმან განუტევოს სოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან ამრუშა იგი და რომელმან განტევებული შეირთოს, მანსა იმრუშა. აი მიაქციეთ ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა. თვინიერ სიტყვისა სიძვისა, ანუ ერთადერთი მიზეზი, რა შემთხვევაშიც უფალი მოდი ესე ვთქვათ რა, უფლებას გვაძლევს, თუმცა ესეც არ არის ის ნათქვამი, რაც საჭიროა. რომ ვთქვათ, ცოლი განუტევოს კაცმა, ან ვთქვათ 21 საუკუნის რეალობის გათვალისწინებით ქალი რო გაშორდეს ქმარს, ერთადერთი მიზეზი ეს არის სიძვა. ანუ ღალატი. სხვა ადამიანთან, ხო? მაგრამ მე ჩემი მხრიდან დავამატებდი აქ უფლის ნათქვამს და მე დარწმუნებული ვარ ზუსტად ვიცი სახარებიდან და მე თქვენ გაჩვენებ სხვადასხვა ადგილებზე რომ ღმერთი სწორედ ამას გულისხმობს, რომ ესეც არ არის მიუტევებელი ცოდვა. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი ეს უნანელად ხდება, აი იმ შემთხვევაში გავს ხოლმე და მხოლოდ უფლება რომ ის უკვე გაუშვა რა. და იმ შემთხვევაში უკვე ღმერთი აღარ მოგკითხავს შენ პასუხს. ანუ თუ კი ადამიანი, იმიტომ რომ შეიძლება შენს მეუღლეს შეეშალოს, შეცდეს ვიღაცასთან იმრუშოს, არ აქვს მნიშვნელობა გინდა ქალს, გინდა კაცს. იმიტომ რომ ყველანი ცოდულები ვართ ღვთისწინაშე, ყველანი სუსტები ვართ. და არავინ არ დაიჩემოს, რომ არ დაემართება რაღაცა რა. აი ზუსტად ის დაგემართება, რასაც დაიჩემებ რა. და რომ გონია რომ არ დაგემართება.
და თუ გინდა რომ არ დაგემართოს, ამისათვის ერთადერთი გზა არსებობს, რომ უნდა იყო უფალთან შეერთებული მთელი არსები, საკუთარ უძღურებას უნდა აღიარებდე და ღმერთს უნდა სთხოვდე, რომ შეგეწიოს და გაგაძლიეროს. დაგიცვას და ძალა და მადლი მოგცეს, რომ გაუმკლავდე ამათ მცოდვას და სულ მადლიერი უნდა იყო ღვთისა. და შეიძლება თქვა სიტყვაზე ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი რამ არის, მაგრამ თქვა მეუღლემ გიღალატოს, ან შენ უღალატო შენს მეუღლეს, რაღაცა მოხდეს რა. შენი ამპარტავნების გამო შენს დასამდაბლებლად დაუშვას ღმერთმა, რომ ჩავარდე ესეთ ცოდვაში. მაგრამ უყურეთ მიაქციეთ ყურადღება ესეთ შემთხვევაშიც და რამდენის გინდა ემდენი ოჯახი, იმდენი სიკეთე თქვენ, ყველა თქვენთანაც რამდენი ეგეთი ოჯახის გადამირჩენია. რომ მოდიან და თქვა ან ქმარს უღალატია, ან ცოლს უღალატია და ნუ დაანგრევის პირას ყოფილან ისინი მისული და ღვთის მადლით მერე ვისაც მოусმენია და დაუჯერებია და დაუნდაბლებია თავი, გადარჩენილან და დღეს ისევ ისეთი ოჯახია და ისე ტყუილად არიან და კარგად არიან. ვისაც გაუაზრებია ეს ყველაფერი. მაგრამ აიყურეთ რა შეასაქმე, რა შემთხვევაში, ანუ ეხა ბევრისგან მომისმენი, ანუ აუ ღალატს ვერ ვაპატიებ მამა. რატო ვერ აპატიებ? შენ არ ხარ მოღალატე? შენ არ ღალატობ უფალს ყოველი შენი ცოდვის ჩადენის დროს? და შენ თუ მოღალატე ხარ, რატო ვერ აპატიებ სხვას ღალატს, მით უმეტეს მეუღლის, რომელიც გიყვარს? მაგრამ აიყურეთ რა შეასაქმე, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ მე იმის მომხრე ვარ, რომ თუნდაც ის ღალატიც კი აპატიო, მაგრამ უყურე, როდესაც ეს ხდება უნან, ეს რა შემთხვევაში, როცა ხვდება მეუღლე და შენდობას ითხოვს შენგან, რომ აპატიო მას. როდესაც იაზრებს ბოლომდე, როდესაც სინანული აქვს ამის გამო, მე დამიჯერეთ ხალხო, რომ ხშირ შემთხვევაში ესეთი მეუღლე ბევრად უფრო ერთგული იქნება თავისი მეუღლისა, ქმრის იქნება თუ ცოლის, ვიდრე ის, ვისაც არ უღალატია. იმიტომ რომ იმან უკვე იწუნია ის დამდაბლება ღვთისაგან და უკვე სიფრთხილით იქნება ამის შემდეგ მუდამ. ეგეთი შემთხვევებიც ბევრი მაქვს დამიჯერეთ რა მრევლში. და პირადად მე იმათ გაცილებით უფრო მეტად ვენდობი გინდა ქალებს და გინდა მამაკაცებს, ვიდრე იმათ, ვისაც ჯერ ეს განსაცდელი არ შემთხვევია. თუმცა იმათთვის ლოცულობ რომ არ შეემთხვევა. თუ თავდაბლობით იქნებიან არ შეემთხვევათ. ანუ ესეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გქონდეს და გვეყოს დიცულოვნება, რომ მიუტევოთ და ვაპატიოთ ცოდვები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, უნანელობის შემთხვევაში ღმერთი გვაძლევს უფლებას, რომ გაუშვათ. უნანელობის შემთხვევაში თუ კი ის არ ნანობს თავის მიერ ჩადენილ ცოდვას და ტყუილზე ამატებს და ღალატზე ამატებს და არ ჩერდება, ასე ვთქვათ რა. ესეთ შემთხვევაში უკვე ჩვენ ღმერთი გვაძლევს რაღაცა სანქციების მიღების უფლებას რა. მაგრამ უყურეთ, რას ამბობს უფალი, რომელმან განუტევოს სოლითვის ითვინიერ სიტყვისა სიძვისაო, თქვენ ხო აქამდე ძალიან მარტივად გესმოდათ, რომ ნებისმიერი თქვათ რაღაცა გაუგებრობის და ნებისმიერი მიზეზის შემთხვევაში შეგეძლოთ რომ მეუღლეს გაშორებოდითო, ხო? უფალი ამბობს. მაგრამ ეხა მე გეტყვითო, რომ ეგრე არ არისო. თავარია განსატევებელი მიგეცათო რა, მაგრამ ესე არ არისო გეუბნება უფალი. ანუ შენ მთელი არსებით უნდა ეცადო, რომ არ გაუშვაო. ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება რომ გაშორდე მეუღლესო, ეს არის უნანელი სიძვა, ღალატი. და თუ ამ მიზეზის გარეშეო შორდები შენ ცოლსო, ამ რუშებ შენ მასო. ხედა, რამზიმე სოდოში ვარდები? ანუ მას მრუშობის საცდურში ტოვებ. ანუ რატო არიან ცოლ-ქმარი ერთად? იმიტომ რომ და რატო დაწესდა საერთოდ ცოლ-ქმრობა, ხო? რატო არა ვართ ყველანი ბერები და მონაზვნები? იმიტომ რომ ღმერთმა იცის და ითვალისწინებს ადამიანურ სისუსტეს, ითვალისწინებს ქალისა და მამაკაცის ერთმანეთისადმი ტოლვის სიძლიერეს, რამდენად ძლიერი გრძნობაა ეს, რამდენად ძლიერი ვნება შეიძლება იყოს თქვა ბოროტის შემთხვევაში, ხო? და ამიტომაც უფალმა დაუშვა და ღვთისგან ნაკურთხია ქორწინება. ეკლესიისა და ქრისტეს ურთიერთობას ადარებს უფალი, პავლე მოციქული. და ამიტომ ღმერთს არ უხარია არასოდეს არც ერთი ოჯახის ნგრევა. ის კი არა და პავლე მოციქული მას გვეუბნება, რომ მარხვაშიც კიო ცოლ-ქმარმაო შეთანხმებით იმარხულეთო. ურთიერთშეთანხმებითო რომ ეშმაკმა არ გამოგცადოთო, ან ერთიო და ან მეორეო. ანუ შეიძლება ვთქვათ, მარხვა უნდოდეს ქალს
მაგრამ არ უნდოდეს მამაკაც. ანუ ვერახე შეიძლება უნდოდეს კიდევ, შეიძლება შეთანხმდნენ კიდევაც, თქვა, მარხვის დასაწყისში რო თქვა რაღაცა არ იქონიო ცოლქმრული ურთიერთობა ერთმანეთთან, მაგრამ ანუ ამ ხრივაც დაიცვან მარხვა. მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში ან კაცმა, ან ქალმა რაღაცა ვერ გაუძლოს იმ სტუნებას და თქვა მოუნდეს ეს ფიზიკური ურთიერთობა, ხო? პავლე მოციქული პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ დაუთმევო. ცოლი ხარ თუ ქმარი ხარო, არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ გერჩივნოსო, რომ ამ ღვთისაგან ნაკურთ ურთიერთობაში იყოსო, შენი მეუღლეო, ვიდრე ეშმაკმა გამოსცადოსო. და თუნდაც ფიქრში იმუშოს მერე ვიღაცასთან. ან ფიზიკურად ჯვარი წერია. აი ხედავთ რამდენად დამთმობია და რამდენად შემწყნარებელია უფალი და შენო, როდესაც უშვებო, ხო? შენ ცოლსო, აი ამ მიზეზის გარშეო, მოგეკითხება ღვთის წინაშე უფალი გეუბნება, იმიტომ რომ შენ მას მრუშობისკენ უგიძგები. ცოლქმრის ურთიერთობა დიდ მარხვაშიც კი, ნებისმშვიდეულშიც კი, რომ გქონდეთ მათ ცოლქმრული კავშირი, არ ითვლება მრუშობოთ ღვთის წინაშე არავითარ შემთხვევაში და არც სიძვალი. უბრალოდ შეიძლება ის მოეკითხოთ მათ როგორც თავშეუკავებლობა, აი როგორც რაღაცა გემრიელი საჭმელისაგან თავშეუკავებლობა. სიამოვნებისაგან, ხურცელი სიამოვნებისაგან თავშეუკავებლობა. და არა როგორც უჯულოება ღვთის წინაშე. ხედავთ რამდენად დიდი განსხვავებაა ცოლქმრულ ურთიერთობასა და ნებისმიერ სხვა ადამიანთან რაღაცა სექსუალურ ურთიერთობას შორის. და როცა შენო სიძვის მიზეზის გარეშე უშვებ ცოლსო შენგან, შენ უდიდეს ცოდვაში ვარდებიო და აგდებ უდიდეს საცდურში შენს მეუღლესაც, იმიტომ რომ ხედავ რას ამბობს უფალი, მან ამრუშა იგიო. ხედავ? იმ ქალს კი არ კითხავს, რა თქმა უნდა, იმას თავისი წილი მოეკითხება, მაგრამ ქმარს მოეკითხება უპირველეს ყოვლისა, რომ შენ ამრუშეო ისო. შენზეო ეს პასუხისგებლობაო, რომ მან იმრუშაო რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხო, მიექციეთ ყურადღება. და რომელმან განტევებული შეირთოსო, მან საიმრუშაო, ეს კიდე ცალკე მნიშვნელოვანი თემა. უყურეთ რა ხდება? ვინც გაშორებულს შეირთავსო, ისიც მრუშობსო. მოდი ხა ესეც კარგად აუხსნა და გავშიფროთ, რას ნიშნავს? თუ კი აი უყურეთ აი ჯვრის აყრის თემა რო არის, ხო თქვა, რომელიც დღეს სამწუხარო ძალიან აქტუალურია ქართულ რეალობაში, ხო? ჯვრის აყრა როგორც ესეთი არანაირი წესი, არანაირი კანონი არ არსებობს, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომელი ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს. ცალსახად არის ნათქვამი რა. ანუ ეს შეუქცევადი პროცესია. არ ხდება ესე თქვა რაღაცა გაკეთება და მე გაფუჭება. აი ესე, ანუ როგორ უკუქმედებას არ ექვემდებარება რა. ხდება ერთხელ და სამუდამოდ. ღვთის წინაშე. ორი ადამიანი თავის სიყვარულით ერთდება, ერთ ადამიანად იქცევა, იდგამს ერთ უღელს კისერზე ორივე და მიაქვს სასუფეველის კარამდე. აი ამისთვის არის მეუღლეობა. მაგრამ უყურეთ რა ხდება, როდესაც აი მაგალითად რომ მოვდიან ხოლმე ჩემთან ხო? რაღაცა ჯვრის აყრის სურველები, მე კარგად ვიკვლევ სიტუაციას, იქ რა ხდება. და საერთოდ ახლა ისიც მithქვამს, რომ ერთ-ერთი ისეთი ყველაზე ზირეული მიზეზი, რის გამოც მე გადავწყვიტე, რომ სასულიერო პირი გამხდარიყავი, ის იყო ეს, რომ აი რაღაცა ოჯახებისთვის უფრო მეტი ბერკეტები მქონოდა, რომ იმეხედა რა. იმდენად მტკივა და იმდენად განვიცდი მე ტკივილამდე თითოეულ დანგრეულ ოჯახს. ქართულს მით უმეტეს. ხო და იმიტომ რომ კარგად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ბოროტის მახინაციებით ხდება და ადამიანების სისუსტეების გამო ხდება რა. და აპარტამენტების გამო რაც თავარია. და ერთმანეთის დადანაშაულებით. ხო და აი, უყურეთ რა ხდება. როდესაც შენ განტევებულსო შეირთავო, უფალი ამბობს. შენც მრუშობ მასთან. რატო? უყურეთ მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ის სხვისი ცოლია. და მანამ სანამ მის ქმარს სხვა ცოლი არ მოუყვანია, ამიტომ აი განმარტება აუცილებელია. რა და აი დღევანდელ რეალობაში მე ზუსტად ესე ვარ ხოლმე. ერთადერთი იმ შემთხვევაში ეძლევა ეპისკოპოსისაგან ნებართვა ხელახალი ჯვრის წერისა, როდესაც უკვე იმ არსებულ ოჯახს არაფერი აღარ ეშველება. აი ერთადერთი ამ შემთხვევაში, თორემ მანამ სანამ თქვა
აი შეიძლება 5 წლის გაშორებულები იყვნენ ცოლ-ქმარი, 10 წლის გაშორებულები იყვნენ. მაგრამ რაღაცნაირად შინაგანად ერთმანეთისადმი აი მერდგულებას იცავდნენ. თუნდაც ოჯახური იდეისადმი, შვილებისადმი იცავდნენ ამ მერდგულებას. ანუ არც ერთი არ მრუშობდეს, არც ერთს არ ქონდეს თქვათ რაღაცა სხვა ადამიანთან ურთიერთობა და არც ერთი არ ოჯახდებოდეს, არ ქონდეს გადაწყვეტილი დაოჯახება. ხო, ესეთ შემთხვევაში ეკლესია არ იძლევა არანაირი ჯვრის აყრის ნებას, იმიტომ რომ ისინი ღვთისმსინეთში ცოლ-ქმარნი არიან. და ეკლესია მუდამ ელოდება და მუდამ მომართულია საიმისოდ, რომ ისინი კვლავ შერიგდნენ და ერთად იყვნენ. მაგრამ აი, როდესაც უკვე ან ცოლის მხრიდან, ან ქმრის მხრიდან უკვე მომწიფებული ახალი ოჯახის შექმნის ალბათობა, აი ესეთ შემთხვევაში უკვე, ანუ როდესაც უკვე გულიდან ბოლომდე ყავს ამ ორეცხილი ერთს მეორე. აი ესეთ შემთხვევაში უკვე ეკლესია ეპისკოპოსის ერთადერთი მღვდელს არ აქვს ამის უფლება. მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსის ნებართვით უფლებას იძლევა, რომ ხელახლა მოხდეს ჯვრისწერა სხვა ადამიანთან. და ეს არის უკვე როგორც გამონაკლისი და იმის გამო, რომ ააშოროს ისინი უსჯულოებას და უსჯულო ცხოვრებას. რომ იქნებ ამ მეორე შემთხვევაში მაინც შეძლონ და უერთგულონ მათ ერთმანეთს. თუ პირველ შემთხვევაში ვერ შეძლეს. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გეუბნებით. თუ კი ვთქვათ, იმ ადამიანს არ აქვს თქვათ რაღაცა სხვა ოჯახის შექმნის ალტერნატივა, მანამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაბედო, რომ თქვათ რაღაცა შეიყვა, აი მაგალითად მოდი კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, ხო? თქვათ გოგო არის გაშორებული ქმარს, ხო? და იცით თქვენ ესეთი მრავალი შემთხვევა, ხო? და ვიღაცა ვინც მოეწონა რა ეს გოგო. ნუ გაიგო რომ ქმარს არის გაშორებული. იმ გოგოსაც მოეწონა თქვათ სიტყვაზე. აი რა უნდა ქნათ? უნდა შეუღლდნენ? აი ესეთ შემთხვევაში ამბობს უფალი, სწორედ რომ ძალიან დაფიქრი და ფრთხილად იყავი, რომ შეიძლება შენ მრუშობა გამოგივიდესო მასთან. ისიც ამრუშო და შენც იმრუშო, იმიტომ რომ თუ კი შენ ყველაფერი უნდა გააკეთო, იმისათვის უნდა გახსოვდეს, რომ ეს ძალიან დიდი საცდურია. ქმარს გაცილებული ქალი ნებისმიერი კაცისათვის არის ძალიან დიდი საცდური. ისევ როგორც ქალისათვის, თვითონ ქმარს გაცილებული ქალისათვის ძალიან დიდი საცდურია მარტო დარჩენა ქმრის გარეშე. და შენ ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს, ქრისტიანი რო ხარ და თუ ხარ, რომ არავითარ შემთხვევაში შენ ბოროტად არ უნდა გამოიყენო. შეიძლება იმ გოგოს რაღაცა ნებები აწუხებდეს და თქვა რაღაცა გამოხატოს კიდევაც სურვილი შენთან რაღაცა ფიზიკური თანაცხოვრებისა, მაგრამ შენ არ უნდა გამოიყენო, შენ თუ ქრისტიანი ხარ, ეს ბოროტად. და მე იმას არ უნდა დააბრალო, რომ შენ არ გინდოდა შენ თვითონო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხო ესეთი რაღაც. ეს არის მზაკრობა, ეს არის არაადამიანობა. ეს არის უდესი ცოდვა ღვთისმსინეთში. ანუ შენ თუ ქრისტიანი ხარ, შენ ეკლესიისკენ უნდა მისცემას მიმართულება, უნდა უთხრა, რომ მოდი მოძღვარს ვესაუბრო. იქნება თქვენი ოჯახი დაალაგდეს, იქნება რაღაცა ეშოლოს. მით უმეტეს დიდი ცოდვაა, როდესაც ოჯახი არის თქვა ახალგანგრეული. იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ რაღაცა ელემენტარული წყენის ფონი იყოს, რაღაცა გაბრაზების ფონი იყოს და სიძულვილი და სიყვარული კიდე ორი ის არის, ნიშანი არის ერთი და იგივე ნივთისა, ასე ვთქვათ რა. ერთი და იგივე გრძნობის ორი მხარეა, ერთი პლუსია, მეორე მინუსია და ძალიან მისებ შეიძლება შეიცვალოს. იქნებ ისინი რიგდებიან. და იქნებ იმ შენმა გადადგმულმა ნაბიჯმა, რომელიც შეიძლება მე იმის მეუღლის ყურამდე მივიდეს, სწორედ ამან გამოიწვევს ის, რომ ის მე არასოდეს აღარ შეურიგდეს ამას. ხედავთ რამდენად საშიშია ეს ყველაფერი? ძალიან სახიფათოა და ძალიან გასაფიქრებელი და გასაფრთხილებელია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოიკულიო ჯერ კარგად. აი თქვათ გულს კაი, თქვათ მრუშობა სულ არ ფიქრობ, ხო? და მოგეწონა ეს გოგო და გინდა მასთან დაოჯახება. ანუ ბოროტი მიზანი არ გამოძრავებს, ოჯახის შექმნა გინდა მასთან. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მანამ სანამ ბოლომდე არ გამოიკულებ, რომ აღარ არსებობს და არ დარწმუნდები იმაში, რომ იმ ოჯახის აღდგენის ალბათობა აღარ არსებობს უკვე, ხო? მანამდე არ უნდა მისცე შენს თავს უფლება, რომ შეტოპო მასთან ურთიერთობაში. არავითარ შემთხვევაში. უფრო მეტსაც გეტყვი, მანამ სანამ
ის ადამიანი, ვინც მისი ყოფილი მეუღლე იყო, არ დაოჯახდება სხვა ადამიანზე, მანამდე არ უნდა მისცე უფლება შენს თავს, რომ მასთან რაღაცა სხვა ურთიერთობა დაამყო. აი სწორედ ესეთ შემთხვევაზე ლაპარაკობს უფალმა. ანუ რომელმა განტევებული შეირთოს მანცა იმრუშავ, იმიტომ რომ შენ არ იცი ის როდის შეურიგდება იმას. იქნებ გაბრაზ, იქნებ გონება გაეხსნა. იქნებ ნანობს იმ თავისუფლებას, ან ქმარი, ან ცოლი, რომელიც გაშორდა, ანუ ერთ-ერთი არ აქვს მნიშვნელობა. იქნებ დაფიქრდა ამ ყველაფერს, იქნებ მიხვდა რომ კაცო რას ვაკეთებ ამას, იქნებ აი უცებ დამდაბლდა და აი ამ ეგოიზმზე ამაღლდა თვითონ რა და გადაწყვიტა რომ თუნდაც აი შვილების გამო რომ შვილებს ამ დედა წავდეს, მამა წავდეს, ერთად რომ აი მოდი რამ სხორპლს გავიღებ ჩემ თავზე და წავალ და შეურიგდები რა. იქნებ მიდის ამაზე ის ადამიანი. და მე თქვენ გეტყვით რომ ის გზნობა სულაც რო არ კონდეს მას და რომ გადადგას ეს ნაბიჯი, უდიდეს სიყვარულად ჩაეთვლება ოჯახის მიმართ და უდიდეს მსხვერპლად ჩაეთვლება მას ეს ღვთის წინაშე. და ემის გამო აცხოვნებს მას ღმერთი. და შენ ამ დროს ამ ყველაფერს აბრკოლებ შენი მხრიდან. და მასაც ამრუშებ და შენს მრუშებ. ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ხალხო და ძალიან უნდა აი ძალიან სკრუპულოზურად უნდა ვაკვირდებოდეთ ჩვენს ყოველ ქცევას და ჩვენს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეხლა იმიტომ საუბრობ ისე ცლად ამასთან დაკავშირებით, რომ ეს უაღრესად მძაფრი ბნებაა და მძაფრი გზნობაა, რომელიც აი წმინდა მამები ერთხმად ადარებენ ცეცხლს. აი ამ სექსუალურ ბნებას რა, ეს არის ცეცხლიო რა. და ნიკოდიმოს თაწმინდელი პირდაპირ გვეუბნება რომ გაეკეცი როგორც წელსო გახსოვდესო რომ თივის მშრალი ღერი ხარო და შეიძლება შეგწოსო ამ ცეცხლმა უცებო ახლოს მიახლოებისასაც კიო არ არის აუცილებელი შიგნით შეხვიდე და ეს სოდო არის ძალიან ძლიერი ბერკეტი ეშბაკის ხელში რომელთა ძალიან ბევრი ადამიანი ყავს დაღუპული და კიდევ ცდილობს რომ ასობით და მილიონობით ადამიანი დაღუპოს ყვალად გესმა, რამე თუ ითქვა პირველ თამათ მიმართ, არა ცილი ფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი. ასევეო გაგიგიათო რომ ნათქვამი იყო პირველთა მიმართ, ანუ იმ ძველების მიმართ, რომლებიც ადრე ცხოვრობდენო რა. რომ ტყუილად არ დაიფიცო, არამედ თუ კი დაიფიცებო, ის შენი ფიცი შეასრულე კიდევაც და უფალს აღუსრულებელი შენი დანაფიცებია. ხოლო მე გეტყვი თქვენო, ყურეთ უფალიას გვასწავლის. რამე თუ ყოველმან, უკაცრავად, ხოლო მე გეტყვი თქვენ, არა ფუცვად ყოვლადვე ნუცად სასა, რამე თუ საყდარი არის ღვთისაი, ნუცა ქვეყანასა, რამე თუ ყვარცხლბეკი აქვს ფერხთა მისთაი, ნუცა იერუსალემსა, რამე თუ ქალაქი არის მეუფისა დიდისა, ნუცა თავსა შენსა ფუცავ, რამე თუ ვერ ძალგიც, ერთისაცა თმისა განსპეტაკებად, გინა დაშავებად. არამედ იყავ სიტყვაი თქვენი ჰეი ჰე და არა, ხოლო უმეტესი ამაცა უკეთურისაგანაა. აი ნახეთ. საერთოდ ნუ იფიცებდო და რას იფიცებდო, რო იფიცებ? შენი რა არისო გეუბნება. ცას თუ იფიცებო, რატო იფიცებო? ღმერთის საყდარიაო. დედამიწას თუ იფიცებო ამ მიწასო, ესეცო მისი ყვარცხლბეკიაო, ფერხთა მისთაო, უფლისაო. ნუ იერუსალემს დაიფიცებო, იმიტომ რომ ქალაქი არის მეუფისა დიდისაო. ანუ ღვთის ქალაქიაო. და შენს თავსაც კი ნუ დაიფიცებო. იმიტომ რომ იმისი უნარიც კი არა გაქვსო, რომ თუნდაც ერთი ღერი თმაო, ან გაიშაო, ან გაიჭაღარაო. ანუ ხედავთ აი ჩვენი თავიც კი ჩვენზე არ არის დამოკიდებული რა. მართლაც ასე არ არის, აბა მოდი ახლა მოინდომოს ადამიანმა თვითონ და გაიჭაღარაოს უცებ თმა, ან თქვა ჭაღარა უცებ რაღაც შავად აქციოს რა. შეღებვით არა ისე რა. უნებრივად. ვერ შეძლებს ხო ვერასოდეს. ანუ ამით უფალი გეუბნება რომ შენ სხეულზეც კი რომელიც ყველაზე მეტად შენია, თითქოს ერთი შეხედვით, მასზეც კი არა გაქვს ხელმწიფება და ძალაუფლება. არათუ რაიმე სხვაზე. და ამიტომ ნუ რაფერს ნუ იფიცებო. არამედ შენი სიტყვა იყოსო თვითონ საქმიანიო. ხო იყოსო და არა იყოსო. ფიცი არ უნდა გჭირდეს, საერთოდ ფიცი ვის ჭირდება?
ფიცი ჭირდება ადამიანს, რომელსაც არ უჯერებენ. და ძალიან მაღიზიანებს ხოლმე მე აი ადამიანები, რომლებსაც ჩვევაშია გამჟდარი და წარამარა რომ იფიცები, აი იმას გეფიცები და შენ თავს გეფიცები და ჩვენს მობას გეფიცები და იმას გეფიცები, შვილს გეფიცები, რას იფიცები, მითხარი რა ადამიანურად. თუ შენ სიტყვა ზალა აქვს, ხო? გამოჩნდება ისედაც და შენი საქმე დაადასტურებს ამას. რას ფიცავ ხარ? და უფალიც ამას გვეუბნება სწორედ რა რომ ნუ დაიფიცებ საერთოდ ნუ რაფერსო. უყურე რას ამბობს? უმეტესი ამაცა უკეთურისაგან არსო. ანუ ხოზე და არაზე მეტი თუ გჭირდება შენ და ფიცი და მტკიცი თუ გჭირდება შენ რაღაცა სიტყვის დასამტკიცებლათო, ეს უკვე უკეთურისაგან არისო. უკვე იქ ეშმაკი გატყუებს შენ და სხვაგან მიგათრებს. გესმა რამე თუ ითქვა თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ. ეს იყო ძველი ათქმისეული კანონი, ხო? ანუ თვალი თვალისა წილ, ანუ სამაგიეროს უკუგების კანონი, ხო? სამაგიეროს გადახდის კანონი. თვალი თვალისი, კბილი კბილისი. ანუ შენ ნუ იქნები შემტევი, შენ ნუ იქნები აგრესიული, მაგრამ თუ ის სამოვიდა აგრესიაზე, შენ სათანადო ადეკვატური აგრესია დაახვედრე მას. და ესეთ შემთხვევაში თითქოს და შენ არ მოგიკითხები. მაგრამ მოდი აბა უფალი რას გეტყვის ახლა ვნახოთ. ხოლმე გეტყვი თქვენ, არა წინააღმდგომად ბოროტისა, არამედ რომელმაც ცე შენ ყრიმალსა შენსა მარჯვენესა მიუპყარ მას ერთ კერძოიცა. ხედავთ? მე გეტყვი თქვენ, არა წინააღმდგომად ყოლები ბოროტისა. აუცნაურია რა. ანუ ადამიანი რომელიც შენი მტერია. მოდის და შენი მოკლა უნდა, ნუ შეეწინააღმდეგებიო. ნუ აღუდგებიო მასო წინ. მოდი ახლა ვთქვათ ისიც რა, რომ ეხლა რაღაცა უტოპიურს ამბობს უფალი? რაღაცა ისეთს ამბობს, რაც შეუცვლილებელია? არა. იმიტომ რომ ეს მან გააკეთა უპირველეს ყოვლისა ჩვენი გულისათვის. არ აღუდგა წინ ბოროტებას, არამედ ბოროტებას მისცა საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე გამოევლინა თავისი სახე და მათთვის, ადამიანთათვის მოსული შემოქმედი გაეკრა ჯვარზე და მოიკრა. უკიდურესი დამცირებების და ტკივილების ფასი. მან აღასრულა ეს თვით უფალმა უპირველეს ყოვლისა. ვინმეს გასაყვა, ვინმეს ხელი შეუბრუნა, სახეში რო აფურთხებდნენ, რო სცემდნენ, პამპულს რო უტყავდნენ, შოლტებით რომ სცემდნენ. ვინმეს სიტყვა შეუბრუნა, ვინმეს ხელი შეუბრუნა, დაჩაგრეს. და გახსოვდეთ, რომ სიმართლე ყოველთვის ესეთი დაჩაგრულია. ყოველთვის ფეხქვეშ გათელილია. ყოველთვის განადგურებულია, მაგრამ ყოველთვის მოზეიმეა საბოლოო ჯამში. ერთ ლოყაში რო გაგარტყავსო კაცი, მეორე მიუშვირე. ეხლა ზოგს უთქვამს ხოლმე, ეხლა ძალიან ბევრს აი მამო, აი ეგ არ შემიძლიაო რა, მესმის ჩემო კაცო. მეც არ შემიძლია, იმიტომ რომ არა მაქვს ჯერ მაგდენი სულიერება. მაგრამ ჩემ და საბედნიეროდ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ეს შეუძლიათ. და ისინი ჩემი მაგალითები არიან. და მეც ვთხოვ უფალს, რომ ერთ ჩვენი ერთ დღეს მეც შემაძლებინოს. ვიცნობ უფალსაც და ვიცნობ ადამიანებსაც, ცოცხალ ადამიანებს, რომლებსაც ეს შეუძლიათ. შეუძლია თავი დააჩაგრინოს სხვას. ბოლომდე დააჩაგრინოს, სიკვდილამდე დააჩაგრინოს. მაგრამ ჩვენ რო არ შეგვიძლია გვახსოვდეს, რომ ერთადერთი მიზეზი ამის არის ჩვენი აპარტამენტი. ჩვენი თავკერძობა, მეტი არაფერიო, ჩვენი თავი გვიყვარს ძალიან და ჩვენი შეურაცხყოფას ვერავის ვერ პატიმრობთ. რატო? ვინახარ ამისთანა? აი ვინახარ ამისთანა, რომ შეურაცხყოფა ვერ გიპატიებია ვიღაცისთვის. უფალმა, ღმერთმა თუ დაითმინა ყველანაირი შეურაცხყოფა, ყველანაირი ტანჯვა, ყველანაირი ტკივილი, ყველანაირი დამცირება, უკიდურესი დამცირება ჩვენი გულისათვის ჯვარზე გაეკრა და მოკვდა. შენ ვინახარ ამისთანა, რომ ამის მოთმენა არ გინდა? შენ არ გეკადრებოდა, ღმერთს ეკადრებოდა? სადა ლოგიკა? აი ლოგიკა,
უпроსორად ალოგიკურობა ამ ჩვენი მოქმედების არის ჩვენ სამპარტავნებაში და საკუთარ ეგოიზმში და საკუთარი თავის სიყვარულში. რა არის, აი თქვენ ისი არ გაიგოთ, რომ ეხა მე რაღაცა უცებ გარცხვენთ, არა, ჩემო კარგებო, მე თქვენ გითხარით რამდენჯერმე რომ მე უპირველეს ყოვლისა ჩემს თავს ველაპარაკებ. როცა ხარდაგებით, მაგრამ გვახსოვდეს რომ ღვთის სიტყვა თითოეულ ჩვენთაგანს გვეკუთვნის, თანაბრად გვეკუთვნის. და ყველანი უნდა ვეცადოთ, შეიძლება დღეს გვიჭირს, დღეს შეგვიძლია და ღმერთი ითვალისწინებს ამ ჩვენ სისუსტეს, უფალმა გადასარევად იცის, რომ ძალიან სუსტები ვარ და არ შეგვიძლია რომ უცებ ერთბაშად გავძლიერდე და რაღაცა შევძლო. იცის ეს ღმერთმა. მაგრამ ითვალისწინებს უფალი ამას. მაგრამ გეუბნებო რომ მიმართულება აიღეს სწორი. დღეს კარგი არ შეგიძლია, მაგრამ მომბაძე, ეცადე რომ დაიმდაბლო თავი და რაც უფრო მეტად დაიმდაბლებ თავს, მით უფრო უკეთ შეძლებ აი ამის გაკეთებას. და როდესაც შენ სამაგიეროს უხდი ადამიანს, უფალი პირდაპირ ამბობს, შურის გება დამითმე მეო. ჩემიო შურის ზიებაო, შენი არ არის. შენი მოვალეობა მიუტეო, თანაუგრძნო, ილოც ომისთვის, დაუთმო. აი ეს არის შენი მოვალეობა და შენი უფლება. შურის გება ჩემია. როცა ადამიანი გადაწყვეტს, რომ თვითონ იძიოს შური ვინმეზე, თუნდაც საკუთარ პირად მტერზე, ხო? ესეთ შემთხვევაში ღმერთი დგება გვერდზე. და ამ ადამიანს კი ძალიან უმძიმდება სიმდისი. იმიტომ რომ ღმერთი მოკითხავს მას. აი ამ თავის ბოროტებას მის მიერ ჩაადენილს რა. თუნდაც მისი აზრით სამართლიან შურის ძიებას რა. იმიტომ რომ არა გაქვს შენ ამის უფლება. შენ არა ხარ ღმერთი. აი შენ ღმერთმა ამისკენ მოგიწოდა რომ დაგჩაგრეს სამაგიეროს მოგადაუხდი. დააჩაგრინე თავი. არა უშავს, მეც დამჩაგდეს. შენთვის მოსული ღმერთის ახსნელა. და შენს დააჩაგრინე თავი, დაიმდაბლე თავი. აი ამისკენ მოგიწოდა და შურის გება დამითმე მე, შენ ილოცე მათთვის. კიდე გეუბნებით, არ არის ეს ადვილი, მაგრამ ეს არის ის საზომი, რომლისკენაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ. რომელსა უნდა სასჯელად და მიღებად კვართი შენი მიუტევე მას სამოსელიცა შენი. და რომელიც არ გიქცევდეს შენ მილიონერად, მივლე მისთანა ურიცა. ანუ აი ისევ დაჩაგვის თემას აგზელებს უფალი რა. ანუ ვიღაცა შეიძლება გაყაჩაღებდეს, ჩაგრავდეს, ტანსაცმელს გაართმევდეს, მიეციო, სხვაც მიეციო კიდე რაც გაქვს. და რომელი გთხოვდეს შენ მიეც და რომელსა უნდა სესხება ჩვენგან, ნუ გარე მიიქცევი. როცა გთხოვენო მიეციო, როცა სესხება უნდა ჩვენგანო, ნუ დაიმალებიო და ნუ დაუმალავო, თუ კი გაქვსო და ასესხეო რა. და სხვაგან უფალი ამბობს რომ რო ასესხებო უკან ნუელოდებიო. თუ მოგცა იმან და დაგიბრუნა ხო კარგი, თუ არა და შენ გულიდან მიეცი მას. და ნუ დაელოდები და ნუ დაიბოღმები მე იმან თუ ვეღარ დაგიბრუნა ის შენი ვარი. ანუ ვეღარ ან აღარ არა აქვს ამას მნიშვნელობა. შენ არ უნდა დაგანგრიოს ამან და რო არ დაგანგრიოს აუცილებელია ამისათვის რომ თავიდანვე სწორი განწყობა გქონდეს და გასცე, გულიდან გასცე. გესმა რამე თუ თქმულარს შეიყვარო მოყვასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ანუ ეს იგივე თემაა, რაც კვილი კვილისა წილ და თვალი თვალისა წილ, რომ მტერი გიყვარდეს და მტერი გძულდეს, მოყვარე გიყვარდეს. ხოლომე გეტყვი თქვენ, გიყვარდეთ მტერნი თქვენი, დააკურთხევდით მწყევართა თქვენთა და კეთილს აუყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გძლავრობენ თქვენ და გდევნიდნენ თქვენ. აი, ზუსტად ის, რაზეც აი ამ წუთში გელაპარაკებოდით რა. ანუ უფალი რისკენ მოგვიწოდებ ჩვენ შურიზიებისკენ? არა. ანუ აი მტერი როა, ვაშკარა მტერი როა, შენი ადამიანი ის კი არა რომ რაღაცა დაბნეული და შემთხვევით რომ თქვია გამოვარდა შენთან. არა, აი, შეგნებული მტერი როა, შესტრობას რო გეგმავს, დილიდან საღამომდე როგორ გიმტროს. აი ესეთ მტერზე გელაპარაკებ. სამაგიეროს ნუ კი გადაუხდიო და შენ კი ნუ ჩაუსაფრდები რომ დაასწრო და შენ ესროლო და შენ მოკლავ. არა. გიყვარდეთო მტერნი თქვენი ხო გაგიგიათო რომ მტერი მოიძულე და მოყვასი შეიყვარეო. მე კიდე გეუბნებით რომ აი ეს არის ქრისტიანობის უმაღლესი საზომი.
რომ გიყვარდეთ მტერნი თქვენი და აკურთხევდით მაწევართა თქვენდა და ულოცეთ იმასო. ანუ ილოცეთ მათთვისო, გიყვარდეთ ისინიო, აკურთხეთ ისინიო. საერთოდ ერთი რამე დაემახსოვრეთ ხალხო. ბოროტების წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი ეს არის მიტევება და სიყვარული. თუ აქამდე არ დაკვირვები ხართ, ამის შემდეგ დააკვირდით, დღეის შემდეგ დააკვირდით. თუ ვერასოდეს ვერ მოიგებ ბოროტებაზე ბოროტებით წინააღმდეგობის გაწევით და ყოველთვის მოგებული დარჩები, როდესაც შენ ბოროტებას მიტევებას და სიყვარულს დაუხვედრებ. ანუ არც შენ ინგრევი და იმ ბოროტებასაც ანგრევ მომენტალურად. კიდე გეუბნებით, ერთადერთი ძალა, რომელიც ანგრევს და ანადგურებს ბოროტებას, ეს არის სიყვარული. სიყვარული თავის თავში ყველაფერს გულისხმობს, მიტევებას, მოთმინებას, დიცულოვნებას, ყველაფერს აბსოლუტურად რა. და გიყვარდესო, გეუბნება. ანუ შენ თუ გაბოროტდი და შენ თუ იმას სამაგიერო გადავხარ, რა განსხვავებაა მაშინ შენსა და იმას შორის? რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო? შენ თუ ის პროვოკაციას აყევი და შენ უარესი დაგემართა, რაც იმას დაემართა, რა განსხვავებაა მაშინ თქვენ შორის? ესე იგი შენც ისევე დაგამარცხა, ცოტა მოგვიანებით ეშმაკმა, როგორც ის. ესე არ არის? და რატო გააკეთეთ ეს ყველაფერი უყურე რასამოსუფალი? რაითა იყვნენ თქვენ შვილ მამისა თქვენისა ზეცათასა. თუ გინდათ რომ თქვენი ზეციური მამის შვილები იყოთო, ამისათვის აი ესე მოიქეცით აუცილებლად. აკურთხეთო თქვენი მაწევარიო. ილოცეთო მათთვისო აუცილებლად. და უყურეთ როგორი შედარება მოყავს უფალს ლამაზი, რომელსაც მე მოგვიანებით შოთა რუსთაველი იყენებს გენიალურად. რამე თუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა. გახსოვთ ხო ალბათ გენიალური შოთა რუსთაველი? ვარდთა და ნეხვთა ვინადგან მზეს სწორად მოეფინების, დიდთა და წყვილთა წყალობა შენც ანუ მოგეწყინების, უხვი ახსნილსა დააბავს, თვითების ვინების უხვად გასცემდი, ზღვათაცა შეზდის და გაედინების. ანუ მოგვიწოდებს უფლის მიბაძვისაკენ, რომ ნუ მოგეწყინებაო შენო ეს წყალობაო, გაეციო, როგორც უფლის მზეო, ამოდისო, ცუდზეცო და კარგზეცო, ვარდზეცო და ნეხვზეცო ერთნაირადო და ყველას ერთნაირად ანათებს და ფენს თავის მადლიან სხივს და შუქს, აი ესე უნდა იყოს შენცო. რატო ამბობს უფალი მეაქციეთ ყურადღება? თუ გინდა რომ იყო შვილ მამისა შენისა ზეცათა ისაო. ანუ შენ თუ გინდა რომ შენი მამის ღირსეული შვილი გერქვასო და თითოეული ჩვენთაგანის მამა უფალია, მე მინდა შეგახსენო თქვენ. თითოეული თქვენთაგანს ხალხო, ჩვენ ყველანი დები და ძმები ვართ ღვთის წინაშე, თითოეული ჩვენგანის. ჩვენ ეს უბრალოდ გვავიწყდება და იმის გამო რომ ბევრი ვართ და რაღაცა 7 მილიარდი ვართ თუ რამდენი ვართ აღარ ვიცი, იმის გამო რაღაცა ვიღაცა უცხოა, ვიღაცა შინაურია, ვიღაცა ახლობელია, ვიღაცა გარეულია, მაგრამ გვავიწყდება რომ ერთი ადამის თავმოყრები ვართ ყველანი. ღმერთს მეორე და მესამე ადამი კი არ შეუქმნია. ერთი ადამი და ევადან გამრავლდით მთელი კაცობრიობა. ამაზე გიფიქრიათ თქვენ, გაგიაზრებიათ? აი ერთხელ მაინც რომ დაფიქრდეთ ამაზე, უცებ მიხვდები რომ ნებისმიერი ადამიანი შენი და არის და შენი ძმა. ერთი სისხლი და ხორცი ვართ ყველანი ღვთის წინაშე. რაღაცა განსხვავებული და სხვადასხვა ის კი არ ეგ წარმომავლობა. ერთნაირად ვართ მიდრეკილი ყველა სიკეთისაგან, ერთნაირად ვართ მიდრეკილი ყველა ბოროტებისაგან, ყველა ნებისაგან. ერთნაირად ვიღლებით, ერთნაირად ტკივა, ერთნაირად გშია, ერთნაირად წყურია. ერთნაირად ჩავდივართ ცოდვებს. აი ამის გააზრება იცით რა მნიშვნელოვანია იმისათვის რომ გაიაზრო მოყვასის სიყვარული, რაც არის უმაღლესი კულმინაცია ქრისტიანობისა, ხო? გვეუბნება უფალი შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავითვისიო. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ თავის დროზე მცნებების განხილვისას და როცა მივალთ, ჩვენ კიდე გვექნება ამაზე სასაუბრო აუცილებლად ისევ ცლად შევეხებით ამ თემას, იმიტომ რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და აქტუალური თითოეული ჩვენთაგანისათვის. უკვე თუ გიყვარდნენ მოყვარენი ხოლო თქვენი, რა ის ასყიდელი გაქვს? რამ თუ მეზვერეთაცა ეგრეთვე ხვია? თუ მხოლოდ თქვენი მოყვარეები გეყვარებათო, რა განსხვავება იქნება თქვენსა და მეზვერეებს შორის? იმიტომ რომ
და საერთოდ ნებისმიერ ადამიანი თუ ჭკუად მყოფილია ოდნავ მაინც და თუ შეურაცხადი არ არის და შემყრობილი ბოროტისაგან, მას ყოველთვის უყვარს თავისი კეთილის ყოფილი. ადამიანი, რომელიც მისთვის სასიკეთოდ არის მომართული, ყველას უყვარს. და თუ მხოლოდ ესეთი ადამიანები გეყვარებათო, რა განსხვავება იქნება მაშინ თქვენსა და იმ მეზორეებს შორისო? ანუ მეზორე ამ შემთხვევაში ზოგადად კრებითი სახელია ღვთისათვის, ცოდვილი ადამიანებისა რა, ეგოისტი და ეგოცენტრისტულად მომართული ადამიანებისა, რომ რა განსხვავება იქნებაო? მაშინო თქვენსა და ესეთ ადამიანებს შორის თუ თქვენ მხოლოდ თქვენი მოკეთეები გეყვარებათ. არანაირიო. მათაც უყვართ თავიანთი მოკეთეებიო და ზულთ მტრებიო. და უკეთ თუ მოიკითხევდით მეგობართა ხოლო თქვენთა, რა საუმეტესია იქით? რამე თუ მეზვერეთაც ეგრეთვე ყვიან? თუ მხოლოდ თქვენს მეგობრებს მოიკითხავთ, თუ მხოლოდ თქვენს მეგობრებს აქცევთ თქვენ ყურადღებას, რაღაცა განსაკუთრებულს და მნიშვნელოვანს რასაკეთებთ ამითი? არაფერსო. იმიტომ რომ ყველა ცოდვილი ადამიანი, ყველას ნედაცემული ადამიანი ამას აკეთებს. თავის მოყვას და თავის მეგობარს და თავის კეთილის ყოფილს ყოველთვის კითხულობს და ზრუნავს მასზე. და რა განსხვავებაა მაშინ თქვენ შორის? არანაირი. და უყურეთ რისკენ მოგვიწოდებს უფალი და ამით მთავრდება ეს თავი და ამით დავასრულებთ ჩვენ დღევანდელ საუბარსაც. უყურეთ, ეს არის უმთავრესი მოწოდება სახარებისა, გახსოვდეთ ხალხო. იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არის. ხედავ, აი მე იმ დღესაც ვამბობდი რა, როდის იყო არ მახსოვს გუშინ იყო მგონი სადღაც ვამბობდი, რომ ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის თავისი დანიშნულება. ადამიანთა დიდმა უმრავლესობა. ყველა ეძებს ბედნიერებას, ყველა ეძებს კარგად ყოფნას. მაგრამ არ იციან რა შემდგომარეობს ეს ბედნიერება და ბედნიერება ერთადერთ რამში მდგომარეობს თითოეული ადამიანისათვის, ვისაც კი უარსებია და ვინც კი იარსებობს და ვინც დღეს არსებობს. ეს არის უფალთან მისი სინდისის შერიგებაში. როცა შენი სინდისი აღარ გამხელს, შენ შემოქმედთან და მასთან უნისონშია და თანხმობაშია, სულ თანხმობაშია. აი ეს არის ბედნიერების განცდა. და რამდენადაც შერიგებულია შენი სინდისი უფალთან, რამდენადაც შენი ცოდვა არ გამხელს და სინდისი არ გამხელს, ხო? მით უფრო მეტია ამ ბედნიერების ხარისხი შენში. და მიაქციეთ ყურადღება უფალი რისკენ მოგვიწოდებს. თურმე რა ყოფილა თითოეული ჩვენთაგანის დანიშნულება, მოწოდება ღვთისაგან თითოეული ჩვენთაგანისათვის, თურმე ამისთვის ქმნის უფალი ამ ქვეყნად. არა იმისთვის რომ გახდე კარგი ინჟინერი, ფილოლოგი, ფსიქოლოგი, მღვდელი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ საშუალებებია იმისათვის, რომ აი ამ მიზანს მივაღწიო. და მიზანი თითოეული ადამიანისა და მეტადრე ქრისტიანისა, რომელიც ეკლესიაში მოდის და თავს ეკლესიის მოწაფე და უფლის მოწაფედ აღიარებს, უნდა იყოს ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემო ძვირფასები, რომ მიემსგავსოს უფალს, რომ გახდეს ისეთივე სრულყოფილი, როგორიც არის უფალი. მოდი ხა შეკითხვა დავსვათ, უტოპიურია ეს მოწოდება? აი ბევრს გითქვამთ ხოლმე, ხო? რომ მოხა მამაო ის ღმერთი იყო და მას შეეძლო, როგორ შეიძლება ადამიანი? მაშინ მე შეგეკითხები თქვენ, როგორ რაღაცა შეუსრულებელ მისიას გვისახავს უფალი ჩვენ? ეს ხო ღმერთი სიტყვა, თქვენ ხო არ გავიწყდებათ. თქვენ გონიათ რაღაცა ისეთისკენ მოგვიწოდებს, რაც შეუძლებელია და შეუსრულებელია ადამიანისათვის, არ დაიჯეროთ. და გადახედეთ ეკლესიის ისტორიას, გადახედეთ წმინდა მამათა ცხოვრებას და ადვილად დარწმუნებით. აი მიხსენებია კიდევაც თქვენთან მაკარი დიდი, მაკარი მეგვიპტელი, რომელიც ერთ-ერთი ფუძემდებელია ანტონი დიდთან, სისოი დიდთან, პახომი დიდთან, ექვთიმე დიდთან ერთად ბერმონაზნული საეკლესიო ცხოვრებისა, რომელსაც დაწერილი აქვს 12 საფეხური ქრისტიანული ცხოვრებისა და აი თქვენ თუ ჩაგივარდებათ ხელში, წაიკითხეთ მერე. აი ეს წიგნი და ნახეთ მე-12 საფეხური, რომელსაც პირდაპირ ესე ეწოდება ქრისტიანული სრულყოფილების უმაღლესი საფეხური და წაიკითხეთ ეს თავი, აი მარტო ეს თავი წაიკითხეთ. და თქვენ ნახავთ რისი მიღწევა შეუძლია ადამიანს დედამიწაზე. ვერ დაიჯერეთ. ისეთ საოცარ მდგომარეობაზე სულისა საუბრობს მაკარი დიდი.
ადამიანს შეუძლია რომ გახდეს ზუსტად ისეთი როგორიც იყო ქრისტე. ოღონდ რა განსხვავებაა უყურეთ? ქრისტე ბუნებით ღმერთია და შეიერთა მან ადამიანური ბუნება და განაღმრთო. ჩვენ ბუნებით ქმნილებები ვართ, ბუნებით ადამიანები ვართ, მაგრამ მადლით შეგვიძლია რომ ღმერთ შემოსილნი გავხდეთ და განვიღმრთოთ, როგორც ერთი წმინდა მამა ძალიან ლამაზად და მოსწრებულად იტყვის, ღმერთი განკაცდა იმისათვის რომ ადამიანი განიღმრთოს. აი მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, ჩემო ძვირფასებო. რაც ჩვენ სამწუხარო ძალიან ხშირად გვავიწყდება. აი დანიშნულება ჩვენი, რომელსაც აუცილებლად მოვკითხავს. დღიდან ჩვენი ნათლისღებისა და ეკლესიის წევრად გახდომისა. აი რას უნდა ვესწრაფოდეთ, აი რა უნდა გვინდოდეს. უნდა გვინდოდეს სულიერი სრულყოფილება. რაში გამოიხატება სულიერი სრულყოფილება? ცოდვის დამარცხებაში და სათნოებების მოპოვებაში. რაც მეტად წარმატებით აი ამ საქმიანობაში, მით უფრო მეტად მიუსგავსებით ჩვენ შემოქმედს. ამით დავასრულოთ დღევანდელი საუბარი, შემდეგ გრძელდება უკვე მეექვსე თავი. მეექვსე თავში ისევ გრძელდება სჯულდებითი საკითხები. მეექვსე თავში ჩვენ განვიხილავთ საუფლო ლოცვას, მამაუჩვენოს, რომელზეც საკმაოდ საფუძვლიანად შევჩერდები აუცილებლად, იმიტომ რომ ესეც უმნიშვნელოვანესია და წმინდა მამაუჩვენოს ეძახიან მცირე სახარებას, ანუ მასში თავმოყრილია ყველაფერი. აი რაც არის ადამიანის ქრისტიანული ცხოვრების არსი. აი ყველაფერი რაც სახარებაშია ნათქვამი, მოკლედ არის გადმოცემული მამაუჩვენოში. და ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საფუძვლიანად, ოღონდ მინდა რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თავიდან კი ვახსენე, მაგრამ მე ბევრი ადამიანი შემოგვემატა და მინდა რომ ყველას გასაგონად თქვა, რომ წინამძღვრის კურთხევით, ამშალოს კურთხევით ჯერჯერობით ჩვენ შევაჩერეთ ეს ლექციები, იმის გამო რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის გასული ქალაქიდან. და დღეს, ანუ ხუთშაბათის ლექციებიც აღარ ჩატარდება, ეხლა ამ ხუთშაბათს მე პარაკლის გადავიხდი 6 საათზე, მაგრამ ლექცია უკვე აღარ იქნება. და ლექციები აღარც ხუთშაბათობის და აღარც სამშაბათობის ჩემი ლექციები აღარ იქნება, ну ალბათ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, აი როდესაც უკვე დაბრუნდება ხალხი, ხო, სექტემბრის შუა რიცხვებში, როცა უკვე სწავლაც იწყება, ხო? აი მე ისევ გავაგზავნებთ. ჩემი თხოვნა იქნება თითოეულ თქვენთაგანისადმი, რომ იკითხოთ სახარება. წაიკითხეთ თუნდაც ეს ხუთი თავი, რომელიც გავიარეთ, რომ აი უფრო გამტკიცდეს თქვენთვის. წაიკითხეთ დანარჩენის დღეში თითო თავი იკითხეთ, რომ უფრო მომზადებულები მოყვალთ თქვენ უკვე ჩემთან უკვე საუბრებისთვის. და უკვე მე აღარ დამჭირდება თქვა რაღაცა აქცენტ დრო აღარ დამეკარგება შინაარსობრივი მხარის თქვა რაღაცა განმარტებაში, არამედ გადავალთ აი უკვე მაქსიმალურად ვიქნები კონცენტრირებული უკვე სულიერ ახსნაზე და სულიერი შინაარსის გახსნაზე. თუ შეკითხვები არა გაქვთ, მაშინ დავასრულოთ და თუ შეკითხვები გაქვთ, გისმენთ. გისმენთ, რა? თითქმის ეს ტენდენცია, საკუთარ მიმართებაში მქონდა რაღაც შეკითხვები, საერთო ჯამში თავს მოიწეს იმაში, რაც ჩვენს გარშემო სულად იმას სახში, იმას სამსახურში, ისე საქართველოში და ეს არის ის, სადაც ეს შემოყვანილი ნორმა ბოლოს რითიც დაამთავრე ზუსტად ეს იმდენად რომ მომესმინა, მაგრამ კიდევ უფრო აფრადე კიდევ უფრო იყო. ადამიანი შეიქმნა იმისთვის, რომ იყოს ისეთი, როგორც იყო ქრისტე. რა თქმა უნდა, როგორიც არის ეს. ჩათვალე რომ ადამიანს შეუძლია. გასაკვირველი. აქცენტი სიგარი ვატეხება ბოლოს მე უფრო ძალას მაქსიმს. გასაკვირველი. ჩემნაირ ადამიანებს აი ზოგადად ეგეთი სიტუაციაა, რომ მაშინ როდესაც თავიდან ეს არის ხო რელიგიის მაღიზება უმრავლესობაში ხალხში და ზვიადის დროზე რაღაცა მე რაც მოყვა იმას პოლიტიკური პროცესები ჩვენ მოყვა ამას ჩამოვიდოთ ყოველდღიურ და ყველაფერს მიღა ჭამდა და რა და დაიწყო ხალხმა ლაპარაკი რომ ჩვენ სუდები ვართ, ქართველები არის, ჩვენ ასეთები ვართ, ისეთები ვართ და იქიდან მოყოლებ ჩვენ ჯერ დავამტკიცეთ რომ აგები ვარ და ხან ძალიან სუდები ვარ. ეს იმდენად აი მასიური და ყველგან არის ეს ათუბონულო ერში ეგრეთ ვარტები და უბრალოდ ხალხი არის. რაც ქართველები არც ისე სუსტიერია. ეს ის ხალხის ისტორიის გარკვეულ ეს ყავსებო ძალიან ცოტა.
მასიურია, ესე ჩემშიც არის ეს, რომ მე ცოდვილი ვარ, ესე იგი მე ცუდია, ესე იგი მე უგიცი ვარ, ესე იგი მე რაღაცას ავიმსახურებ ამ დროს, მე ვიმსახურებ, იმიტომ გავშევ და ისე როგორც შეიძლება ადამიანი, რომ იყო ისეთი როგორც ისე მე აი ამ აზრის განმტკიცება მე შენგან ჭირდება ყველას თანანა ყველას ჭირდება ჩემო კარგი შენს მეც და თითოეულ ადამიანს კი პატრიარქა ტელევიზორში კი სიგარებას არ შეეჩვიოთ სიგარებას არ შეეჩვიოთ რომ კარგად იყოდო ეს ისეთი აი ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში არდენ ადამიანებს ახალ ჩემპიონი შეუძლია რომ აი აჩაგინოს სხვა შეუძლია სიკვდილი ასეთი ადამიანების გარდა რაც უმრავლესობა წარმოადგენს ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ვიყოთ ერთმანეთისთვის აი სიყვარულის საფრთხე რომელიც კი ჩემო კი შეიძლება რომ რომ ისე ეკლესია პრომოს იტყვის, ეს კიდევ იტყვის. ერთი შეგეცილოს, ერთმა გადაძლიეროს. სამდამობის გაიგებება იმასთან, რომ თუ ვერ იქნება ადამიანის სწორება, სამეთად მეასწრებს, რომ შეიძლება ხო? რაც გარს უსტი ადამიანი, ამ დროს მეორე სასწავლებლის პილოტზე ვეცო შენ ქრისტეების ნაირობები. ამას ეშმაკი ცდილობს თამამი ეშმაკი ცდილობს რომ დაგვაჯეროს რომ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია ხო და ზუსტად მართალი ხარ შენ არა მხოლოდ შენში არამედ ნებისმიერ ადამიანში აი ზუსტად მართალს ამბობ ეს ძალიან აქტუალურია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამაზე ითქვას ამაზე მოხდეს სტიმულირება ადამიანების ამის წაქეზება ზუსტად რომ შენ შეგიძლია თუ გახდე ქრისტესნაირი შენ შეგიძლია დაამარცხო ცოდვა მაგრამ რა თქმა უნდა ისიც უნდა მოხდეს ამას აუცილებლად ინსტრუქცია რომ როგორ შეგიძლია მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის თანადგომი უფალთან ერთობით არა აპარტავნები და შენი ამბიციით რომ მე ხო ის შემიძლია და მე ხო ამის ღირსი ვარ დღეს რომ მიდეს ამის რაღაც პროპაგანდა არამედ ღვთის შემწეობით ღვთის ძალით სიმდაბლით და აი ზუსტად სიმდაბლეში არის თითოეული ადამიანისთვის ძალა რა და ამიტომაც ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური მე შენსკენ თავმონა ნამდვილად და მეც მომხრევარ იმისა რომ ნებისმიერ ეკლესიაში და ზოგადად ეკლესიის მიერ ეს ყველაფერი ითქმოდეს ყოველთვის ეს ყველაფერი იქადაგებოდეს და იყოს ძალიან ისეთი აქტიური პროპაგანდა რომ აი ადამიანებში და კონკრეტულად ქართველებში მოხდეს აი ამ რაღაცა მიძინებული თვითშეგნების გამოღვიძება ქრისტიანობის რა აი შემოამბობდი დეფინიტი რა ეთნოგრაფიის გადადგმას რომ მოიდა რომ მერტი იმას ელოდება რომ Hala da orada sanatlarda görüyoruz. Plastik mi var? Masada ateş yapıyor. Bravo, sen de bakalım. Ayxa